რატომ შეიძლება გქონდეთ თვეში ორჯერ მენსტრუაცია? თუ შენიშნეთ, რომ ერთი თვის განმავლობაში მენსტრუალური ციკლი გქონდეთ ორჯერ, ეს შეიძლება რამოდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული. განვიხილოთ ძირითადი ფაქტორები. მოკლე მენსტრუაცია. ზოგადად მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ნორმაში 28-30 დღეა, თუმცა ზოგიერთ ქალს შესაძლებელი არის ეს ხანგრძლივობა 21 ან 24 დღიანი გქონდეს. ასეთ შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში მას ორჯერ ექნება მენსტრუაცია. რაც შეეხება 21 დღეზე ნაკლები მენსტრუალური ციკლი, განიხილება უკვე პათოლოგიად, ანუ მენსტრუალური ციკლის დარღვევად და მას ტახიმენორია ეწოდება. ჰორმონალური დისბალანსი. ჰორმონების დარღვევა შესაძლებელი არის მენსტრუალური ციკლის დარღვევას იწვევდეს. ეს ხშირად ხდება სტრესის დროს, დიეტისა და აკლიმატიზაციის შემთხვევაში, პერიმენოპაუზისა და სხვადასხვა ტიპის ჰორმონალური დაავადების დროს. კონტრაცეპტივების გავლენა. კონტრაცეპტიული საშუალებების მიღება, სპირალი, აბები შესაძლებელი არის გახდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი. ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება პირველი 2 თვის განმავლობაში. ოვულაციური სიზღდენა. ციკლის შუა პერიოდში ოვულაციის დღეებში შესაძლებელი არის მცირე სისხლიანი გამონადენი, რაც შეიძლება აბსოლუტურად ნორმა იყოს, თუმცა ქალმა დამატებით პერიოდად აღიქვას. გინეკოლოგიური პრობლემები. თუ მენსტრუაცია თვეში ორჯერ ხშირი გახდა, ამის მიზეზი შესაძლებელი არის იყოს პოლიპები ან ფიბროიდები, ენდომეტრიოზი, ინფექციები ან სქესობრივი გზით გარამტები დაავადებები. თუ მენსტრუაცია ძალიან ხშირია, ძლიერია და არის კოლტების სახით, თან ახლავს სისუსტე და ტკივილი, უმჯობესია მიმართოთ გინეკოლოგს.